დაახლოებით 150 წლის წინ ამ შენობაში ილია ჭავჭავაძე მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი დაცვა შენარჩუნების ვალდებულება აქვთ როგორც ძეგლის კერძო მესაკუთრეებს, ასევე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა დუშეთის ყოფილი სასამართლო შენობა დღეს ასე გამოიყურება. შენობა, სადაც ერთ დროს ილია სამართალს განშიდა, მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აიგო. 2009 წლამდე აქ ილიას სახელობის მუზეუმიც იყო და სასამართლოს ატრიბუტებიც ინახებოდა. არქიტექტურული ღირებულებაც გააჩნია და ისტორიულ მემორიალური მნიშვნელობაც. ანუ ტურისტის მოზიდვის თვალსაზრისით სერიოზული ერთ-ერთი ღერძი შენობა ამ ქალაქში. ბიუსტი დაიკარგა. ნახავთ, რომ შენობას აღარც ფანჯრები აქვს, აღარც სახლი. იქ გამოფენილი პატარა მუზეუმი იყო ილიას სახელობის. ღირებული ნივთები, ეს გახლავთ დუშეთის სასამართლოდან წაღებული ექსპონატები, რომელთაც ეხებოდა ერის მამა. ვიტრინაში დაცული გვაქვს სასამართლო რეგალია, რომელიც ცნობილია, რომ მოსამართლე ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა. სეიფი შვეიცარიული წარმოებისა და ცნობილია, რომ თავად მოსამართლე ილია ჭავჭავაძეს გამოუწერია შვეიცარიდან. 2007 წლამდე სეიფი დუშეთის სასამართლოს შენობაში იყო დაცული, მოსამართლის სკამთან ერთად გადმოეცა საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. ეს ილიას სახლია საგურამოში. დღეს სწორედ აქ ინახება მოსამართლე ილიას ნაქონი ნივთები, რომელიც დუშეთის სასამართლოს ეკუთვნოდა, მანამ სანამ შენობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სასამართლოს ყოფილი შენობა კერძო საკუთრებაა. 2011 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. კანონის მიხედვით ძეგლის მესაკუთრესთან უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომ ის დაცული იყოს და არ დაზიანდეს, თუმცა ხელშეკრულება დღემდე არ დადებულა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. სოფლიო ბანკის სესხით მუნიციპალური განვითარების ფონდმა დუშეთში ძეგლების რეაბილიტაცია რესტავრაცია დაგეგმა, თუმცა მათ შორის ილიას ყოფილი სასამართლოს შენობა ვერ მოხვდა. ფონდში ამბობენ, რომ სახლი პროექტის ტიპოლოგიაში ვერ ჩაჯდა. ჩვენ მივმართეთ გამგეობას, რომ ალტერნატიული ქონება ან თქვათ ფინანსური გამოსასყიდი თანხის რესურსი განესაზღვრა. ჩვენ მივიღეთ უარი ცალსახად ადგილობრივი ხელისუფლებისაგან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ვაჟა ჩოხელი აღნიშნული ძეგლის მოვლაპატრონობას თავად ძეგლის კერძო მესაკუთრეებს აკისრებს. კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ავალდებულებს ძეგლის მეპატრონეს, რომ მოუაროს იმ ძეგლს, რომელსაც აგერ 2013 წელს. არ მხოლოდ მეპატრონეს, ანუ ადგილობრივ ხელისუფლებასაც და ეს მაინტერესებს თქვენი რგოლი და როლი რაში გამოიხატება მოვლაპატრონობის დაცვა შენარჩუნების კუთხით. კერძო მესაკუთრის შენობას დუშეთის მუნიციპალიტეტი ვერ მოუვლის. კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მუნიციპალიტეტს თავის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების დაცვას, მოვლაპატრონობას ავალებს. ამისთვის ყოველ წელს საჭიროა ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერა, თუმცა ამ მიზნით გამგეობაში 2017 წელს თანხები საერთოდ არ გაუთვალისწინებიათ. 290 სოფელია, 2 დაბაა და 1 ქალაქი. და ჩვენი ბიუჯეტი არის ძალიან მწირი, 6 მილიონზე ცოტა მეტი. მწირი ბიუჯეტიდან 2016 წელს გამგეობასა და საკრებულოში თითქმის 200,000 ლარის პრემია გაიცა. წელს მხოლოდ 5 თვის განმავლობაში გაცემულმა პრემიებმა კი თითქმის 88,000 ლარი შეადგინა. კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის შენარჩუნებასაც სამოქალაქო სექტორი ითხოვს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმია. შენობა ადრე სადგურის ფუნქციას ითავსებდა. ეს გახლავთ ცნობილი რუსული სტანციების ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობითაა საქართველოში შემორჩენილი. ამ შენობის უფუნქციოდ დატოვება ეს არის მისი სიკვდილი და ჩვენ კიდევ დასაკარგი ძეგლები აღარ აქვს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 363 მუხლი გულისხმობს ხელისუფლების ვალდებულებას შეინარჩუნოს და განავითაროს კულტურული მემკვიდრეობა. დროთა განმავლობაში იკარგება სწორედ ის ძეგლები, რომლებიც ამ შეთანხმების მიხედვითაც უნდა შენარჩუნებულიყო. 1879 წელს გამოიცა ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანი. მოთხრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიუნხენში წერილი იწერება, თბილისში მის სცენაზე გამოსატანად მუშაობენ. ილია ჭავჭავაძე კი დუშეთის სასამართლოშია და ერთ-ერთ მორიგრიგით პროცესს უძღვება. მას შემდეგ თითქმის 200 წელი გავიდა. დღეს კი იკარგება ქვეყნის ისტორიის ის ფურცელი, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება.